დღესვე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა წინადადებას, რომ რაიონებს პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარები არ უნდა ჰყავდეთ. პრეზიდენტი არ ეთანხმება. ერთი და იგივე 30-50 ადამიანი ამბობს, რომ რაიონებისთვის აზრის კითხვა არ სჭირდებათ, თუ ხალხის აზრი გათვალისწინებული არ იქნება, მაშინ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს ერთი და იგივე ადამიანები შეარჩევენ. განაცხადა გამოსვლისას სააკაშვილმა. არ ვიცი ადენებ თუ არა თვალს პოლიტიკურ დებატებს, ალბათ არა, იმიტომ რომ ყველა უბრალოდ ადენებ თქვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაინტერესებს, მაგრამ ყველა დეტალების მეც არ ვადენებ თვალყურს, არ არის იმდენად საინტერესო. მაგრამ ახლა არის დებატები მის თაობაზე, როგორ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა საქართველოში. ნუ ეხლა შემდეგი წლის არჩევნებისთვის მოდის მომზადება. და ერთ-ერთი მოთხოვნა რამდენიმე რადიკალური პარტიის არის, რომ რაიონებს არ უნდა ყავდეთ თავის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, პარტიამ უნდა გადაწყვიტონ თბილისში ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი პარლამენტში. სისულელეა? აი თქვენ ხვდებით რომ სისულელეა და მე მიმაჩნია თქვენი სახელი? რა გვერდზე? აი კოტე აბაშიძეზე ჭკვიანი რომლით რითი არის რომელიღაცა ადამიანი რომელიც ბოლო 20 წელი გამოდის ტელევიზორში და თავს ასახავს სპორტ პარტიის ლიდერად. აქ არის ძალიან მარტივი რა. შეიძლება ნაცისების რამიშობა საქმე არის ძალიან კონკრეტული. მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის ცენტრალურ რაიონში. მე ზუსტად ვიცოდი რომ მაგარიშვალდებული ვიყავი არა ჩემი პარტიული ლიდერების წინაშე, არა ვიღაც ჩემი მეგობრების წინაშე. ამ ხალხმა ამირჩია, ამ ხალხს ჩავხედე თვალებში. ეს ხალხი მოვიარე და ამ ხალხს ეს ხალხი გამაგდებდნენ შემდეგ არჩევნებს თუ არ გაუკეთებდი მათ დავალებას შევარჩევას. შემდეგ პარლამენტი დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას. ესე იგი ბევრად უფრო მეტი გავლენა ექნება. ეხლა არის ბრძოლა რაზე? რომ ერთი და იგივე 30, 40, 50 კაცი, რომელსაც ბოლო 20 წელი უყურებთ ტელევიზიით, ის გადაინაწილებს ერთმანეთში, რომელიც რუსთაველს საქმე არ აქვს, მიწას არ ამუშავებს, ტრაქტორს არ ატარებს, ბავშვს არ ასწავლის, ის რა ქვია, ნებისმიერ სხვა საზოგადოების სასარგებლო საქმეს არ აკეთებს. უბრალოდ დილას გაიღვიძებს თუ როცა გაიღვიძებს შუა დღისაც, მერე საღამოს წავა ტელეეთერში და გამოვა ტელევიზიით, დაგვარიგებს ჭკუას, ნუ კარგია, პოლიტიკაა, ყველას ამას თავის საქმე აქვს და მე ხა ყველა ესეც არის დემოკრატიის ნაწილი, მაგრამ ერთი და იგივე 30-40 კაცი ბოლო 20 წელი არიგებს ჭკუას საქართველოს და მე ეძახის რომ ეხა მოდი რა შიფჭიკედება ჩვენ რაიონებს კითხოთ, ან თუნდაც თბილისის რაიონებს, ან თბილისის მოსახლეობას, ან რუსთავის მოსახლეობას, საჩხერის მოსახლეობას, ან არგვეთის მოსახლეობას ვინ უნდა წარმოადგენს მათ და ვინ უნდა დააკომპლექტოს საქართველოს მთავრობა. ჩვენ აქ შევიკრიფებით გიო, დათო, ნიკა, რა ვიცი რა ქვიათ მის სახელები. ჩვენ გადავინაწილებთ ერთმანეთში, ჩვენ ხო ჭკვიანები ვართ. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და მე შევატყობინებთ ხალხს დანარჩენს ჩვენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ეხლა ეს ხალხი არ არის მომწიფებული იმისას, რომ ჩვენ აგვირჩიოს, იმიტომ რომ ისინი არ არიან ამ დონეზე. აი ჩვენ რო ვართ აქ სარკეშო ჩავიხედავ და ტელევიზორში უფრო სწორად. ჩვენ უფრო კარგად ვიცით აგერ არის მაჟორიტარი დეპუტატი ძალიან მოყვარს. არა, ხო, არის კონკრეტული ამ მაჟორიტარი დეპუტატი, ეს მაჟორიტარი დეპუტატი თქვენი არჩეულა, შემდეგ პარლამენტ თუ კიდე აირჩევთ, შემდეგი მთავრობა უნდა დააკომპლექტოს მან. მან უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრიც, მან უნდა შეარჩიოს მინისტრებიც. და თუ თქვენ აღარ მკითხავენ, მაშინ მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს შეარჩევს ერთი და იგივე 30-40 კაცი, რომელიც მაქსიმუმ რუსთაველზეა ნამყოფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. და იქვე სადმე გვერდზე ქუჩაზეა ნაკეიფარი. აი ეს არის რასაც თავაზობენ და გვეუბნებიან რომ მე მესმის კარგად ეხა უცხოელებთანაც დარბიან, სხვაგანაც დარბიან და იძახიან რომ რა ვქნათ ეხა დემოკრატია უნდა იყოს, მე ვარ პირველი მომხრე საქართველოს დემოკრატია უნდა იყოს და სუსტებიანენ ეს პარტია, მაგრამ კითხვა რატო არის მის, რატო არიან ის სუსტები? სუსტებიანენ, იმიტომ რომ საერთოდ არ აინტერესებს სოფელ არგვეთას ხალხის აზრი. და თუ ხალხის აზრი არ გაინტერესებს, ეგ ხალხს ხარჯას ვერ მიიღებ და თუ ხალხს ხარჯას ვერ მიიღებ, ხარ სუსტი.